სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ყველას აქ ყოფებს, ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქრისტესათვის შეწირული ქვეყანა. ჭეშმარიტად, ვინც ასე არ აღიქვავს საქართველოს, რომ იგი ქრისტესათვის შეწირულია. ვინც ამას ვერ ხედავს, ვინც ამას არ თulis უდიდეს ღირსებად. მეტიც ჩვენი ღირსების საფუძვლად და ბედნიერების წყაროთაც კი ის ვერ იაზრებს, რა ქვეყნის შვილია ან რა ქვეყანაში ცხოვრობს. ხოლო ვინც ასე ვერ ახერხებს და ვინც ვერ იაზრებს, ყველას უსურვებთ, რომ შეემეცნებინოს ის დიდებულება, რაც საქართველოს წარმოადგენს, იმის გამო, რომ ის ქრისტესათვის შეწირულია. და თუ მას უნდა კვლავ გააგრძელოს დიდებული ყოფიერება და არსებობა, იგი კვლავ ასეთად უნდა დარჩეს. რომ წმინდა ნინოს 8 წელი, რომელიც თავის დროზე მოხდა სასწაულებრივად, როცა პატარა გოგონა ჩამოდის და ჩვენ ჯიუტ და ამაყ და ამპარტავან ხალხს ქრისტეს ჯულზე მოაქცევს, ეს ხო სასწაულია, რომელიც სულ მუდამ ჩვენ თვალწინ არსებობს. თუ ჩვენ არ გვინდა რომ ეს უდიდესი სასწაული და წყალობა ღვთისა და აი აქ თვითონ წმინდა ნინოს მოსვლა და ქართველი ერის მოქცევა ნიშანია იმისა, რომ ღმერთმა მოგვაქცია პირდაპირ გაგებით დიდძალი მადლიმისა ამ პატარა გოგონას, რომელიც მოციქულთა სწორია. თორე სხვანაირად როგორ შეიძლება და მომხდარიყო ის, რაც მოხდა. და თუ ჩვენ არ გვსურს რომ ეს ყველაფერი და აქამდე მოვიდა ეს ყველაფერი და თუ ჩვენ არ გვსურს რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ განქარდეს, ჩვენ თვალწინ დამთავრდეს, თუ ჩვენ არ გვსურს რომ ვიყოთ ის თაობა, რომელიც თავის ეპოქაში, თავის ცხოვრების მანძილზე, აქ ყოფიერების მანძილზე დაასრულებს წმინდა ნინოს მიერ დაწყებულ და ჩვენი დიდი წინაპრების მიერ გაგრძელებულ ღვაწლს, თუ ჩვენ არ გვინდა რომ ეს თაობა ვიყოთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მწარედ ვაგებთ პასუხს ცოცხალი და საშინელი ღმერთის წინაშე. თუ ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ ეს თაობა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის საქმე, რომელიც დაიწყო წმინდა ნინომ და გააგრძელეს ჩვენმა წინაპრებმა. ამისათვის ერთი რამ არის საჭირო. გაცნობიერება იმისა, თუ რას წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომ იგი არის ორგანული ნაწილი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომ ის ერთ მთლიანობას წარმოადგენს მასთან ერთად და რომ იგი არის საიდუმლო სხეული ადამიანად მოსული ღმერთისა, რომ მისი მყოფობა საქართველოში ნიშნავს ქრისტეს მყოფობას საქართველოში და სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკლესიას ჩვენს წიაღში, იმიტომ რომ ის არ იძალადებს არასოდეს ჩვენზე, ჩვენ თუ მას გულს დაუხურავთ, მადლი გავა ჩვენგან, როგორც მრავალი ერიდან გასულა მადლი და იქ დამთავრებულა ქრისტიანობა, ხო და თუ ჩვენ მას გულს გაუხსნით და ის ჩვენთან იქნება, მაშინ ეკლესიის მიერ ქრისტე იქნება ჩვენთან და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეს, რაც წმინდა ნინომ მოვიდა, დატოვა და ჩვენმა წინაპრებმა გააგრძელეს და დღესაც გრძელდება. მაგრამ ამისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა რომ ჩვენ გქონდეს სწორი დამოკიდებული, საერთოდ სწორი სარწმუნოება და სწორი სარწმუნოება ნიშნავს სწორ დამოკიდებულებას ეკლესიისადმი და ეკლესიისადმი სწორი დამოკიდებულება არ არის აბსტრაქცია, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული საქმეები ჩვენს მიერ აღსრულებული და ამავე დროს საკრალურობის განცდა და შესაბამისი კრძალვით და შიშით ეკლესიის მიმართ როგორც საიდუმლოებისა. და არა ისე, რა თქმა უნდა, როცა ხელაღებით შეგვიძლია თავხედურად, ამპარტამულად, საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდით და თავდაჯერებულად ვილაპარაკოთ ეკლესიაზე, განვიკითხოთ, განვაქიქოთ და ასე შემდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს. თუ ესე მოვიქცევით, უდიდესი უმრავლესობა ჩვენი ერისა, ჩვენგან მადლი წავა და ჩვენთან ეკლესია აღარ იქნება. დღევანდელ დღეს საკითხავებიდან ერთ-ერთი ის საკითხავები, რომელიც დღეს არის დღევანდელ დღეთან დაკავშირებით, არის ცნობილი საკითხავი 10 ქალწულის შესახებ და გახსოვთ 5 ბრძენი, 5 სულელი და
გახსოვთ აქ რომ მათ შორის განსხვავება ის არის, ორივე 8 წელში არიან, პირველი 5-ის და მეორეც, ორივე ჯგუფი 8 წელშია, ორივე სიწმინდი ცხოვრება აქვს, ორივეს რელიგიურობა აქვს. განსხვავება ის არის, რომ ზეთი არ აქვთ სულელ ქალწულებს. რა არის ზეთი? სხვადასხვა განმარტება აქვს, რა თქმა უნდა, ამას, მაგრამ ერთ-ერთი განმარტებით ეს არის ნაყოფი ჩვენი ცხოვრებისა. ნაყოფი, რომელიც ვლინდება ღვთისადმი სიყვარულში, მოყვასისადმი სიყვარულში, მოწყალებაში, დიდსულოვნებაში, თავდაბლობაში და ამ შემდეგ. ანუ ნაყოფი, სულიერი ცხოვრების ნაყოფი, თორე თავისთავად დანარჩენი ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ, სიწმინდის და ქალწულების ჩათვლითაც კი არაფერი იქნება თუ ჩვენ ნაყოფს არ გამოვიღებთ და აი ეს ნაყოფის არარსებობა განაპირობებს იმას, ჩვენ ვიცით, იგავური სახე, როგორია, რომ ისინი რჩებიან ღმერთის გარეშე. და გახსოვთ, ესეთი სიტყვები, ეს არის მათეს სახარების 25 თავია. დაყოვნებასა, მას სიძისასა. დაყოვნება. რატომ არის აქცენტი გაკეთებული, რომ სიძე იგვიანებს? დაყოვნება ხდება. ანუ რატო ხდება? ესე იგი, ეს არის ჩვენი რეალობა ესეთია. ჩვენ თუ გვაქვს ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, ჩვენ უნდა გქონდეს მუდმივი მოლოდინი ღმერთთან შეხვედრისა. ეს არის უფლისდიდებით დაბრუნება, ეს არის ჩვენი გარდაცვალება და ეს არის პირადი შეხვედრა ღმერთთან და ფაქტობრივად ეგ სამივე უნდა რეალიზდეს ჩვენ ცხოვრებაში, პირადი შეხვედრაც უნდა გქონდეს, უნდა ესე იგი გარდაცვალებაც მოხდება ჩვენი, რა თქმა უნდა და შეხვედრა უფალთან და რა თქმა უნდა უფლისდიდებით დაბრუნება, რომელსაც ჩვენ შევხვდებით უფალს, გინდა გარდაცვლილი ვიყო და გინდა ცოცხალდი. ეს ქრისტიანული სწავლება არის ესეთი და აი მოლოდინის მდგომარეობაში, რომელიც არის სისავსე ჩვენი ყოფიერების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხვდებით მას, ვინც არის ყოველგვარი სიკეთის სრული სისავსე, ანუ ღმერთს ხვდებით, ეს მოლოდინი აღავსებს ჩვენს ცხოვრებას და ეს ამ მოლოდინდა არის სავსე ქრისტიანობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბიბლია როგორ მთავრდება, მალე მოდი უფალო, აი ამ მოლოდინით ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ მიერულა ყოველთა აი ამ დაყოვნების პერიოდში ადამიანს მიეძინა. რას ნიშნავს მიეძინა? ყურადღება მოუდუნდა, ღვიზარებამ დაიკლო, სიფხიზლე აღარა აქვს და მიძინებული ადამიანისათვის შესაძლებელია, რომ უფლის დიდებით დაბრუნება, ან უფალთან შეხვედრის შესაძლებლობა ჩვენ შიგნით გულში, ან ჩვენი გარდაცვალება იყოს მოულოდნელი. როგორც აი მძინარეშო თავს დაადგები. რაც თავისთავად არ არის კარგი და არ არის სახარბიელო, ამიტომ მარადის მღვიძარენი უნდა ვიყოთ. და მე გვახსოვს, რომ შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო. შუაღამეს რატომ არის მინიშნებული? ანუ ყველაზე ბნელი ყოფიერების ყველაზე ბნელი მხარეს, ყველაზე დაღლილი ადამიანი, ყველაზე მიძინებული, ყველაზე მეტად დაკარგული მღვიძარების შეგრძნება, ყველაზე მძიმე პერიოდი ადამიანისათვის შეიძლება ასე ვთქვათ, აი ამ სიტყვით შეიძლება მოვიაზროთ შუაღამეს ღაღადება იყო და აჰა ესე რა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისსა და გვახსოვს როგორი პრობლემის წინაშე დადგება ის 5 ქალწული, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით ნაყოფი არ გამოიღეს. ეხლა ეს რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ გვძინავს კიდევაც ანუ სიფხიზლე და მღვიძარება არა გვაქვს. ჩვენ არ ვფიქრობთ გარდაცვალებაზე. ჩვენ არ გვენატრება უფალთან შეხვედრა და არ გვეშინია პირიქით მეორედ მოსვლის, ესე ვთქვათ, და ჩვენ არ ცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ყოველი წამი იყოს მობილიზებული და კონცენტრირებული იმისკენ, რომ ჩვენი ყოველი ღმერთზე გაფიქრება, ჩვენი ყოველი ამოხრა ღვთის სახელისა, ტკივილიანი, იმიტომ რომ სოდვაში ვარ, ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა, ჩვენი ყოველი გულისცემა, ჩვენი ყოველი ლოცვაზე დადგომა, ჩვენი ყოველი წირვაზე მოსვლა, ჩვენი ყოველი ზიარება არის ქრისტესთან შეხვედრის მცდელობა და თუ ეს არის, ის ხო უფრო მეტად და მეტად ხშირი უნდა იყოს. ჩვენ ხო უნდა გქონდეს იმის გამოცდილება, რომ ყოველი წამი ქრისტეს გარეშე დაკარგულია, უაზრობა, აბსურდია, არაფერს არ წარმოვადგენთ. რა არის ადამიანი ქრისტეს გარეშე? ხშირად გვითხოვს, ეს არის ცხოველი, რომელიც ცხოველზე უფრო მეტად ცოტათი აზროვნებს. მეტი არაფერი. სამაგეროდ ბოროტება საშნელით შეუძლია ჩაიდიროს, რომელსაც ვერც ერთი ცხოველი ვერ ჩაიდეს. სულით კიდე დემონურ მდგომარეობაში. ამიტომ აი ეს მოლოდინის მდგომარეობა
მოლოდინის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს და ჩვენთვის ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ მოლოდინის მდგომარეობა არ გვაქვს. არა ვართ კონცენტრირებული, ჩვენი ცხოვრება არ არის კონცენტრირებული ქრისტეზე. და შესაბამისად ეს ნაყოფი ვერ გამოგვაქვს და ზეთი სწორედ ეგ არის. რომ აი თითქოს რელიგიურობა მაქვს, წმენა მაქვს, მაგრამ ვერ მივიტანე ბოლომდე. გარდაცვალებამდე ვერ მივიტანე. უფლის დიდებით დაბრუნებამდე ვერ მივიტანე. თითქოს ვეზიარე მადლი განვიცადე, სახლამდე ვერ მივიტანე. ლოცვა მინდა დავიწყე ლოცვა და ლოცვის ბოლომდე ვერ მივიტანე, ლოცვის ბოლოს დავკარგე მადლი. მუდამ რაღაც სიკეთეს ვიწყებ, ღვაწლს ვიწყებ, მარხვას ვიწყებ, ბოლომდე ვერ მიმაქვს. არ მყოფნის ენერგია, იმიტომ რომ მადლი არ მაქვს, იმიტომ რომ ნაყოფი არ გამომაქვს, იმიტომ რომ არ არის ჩემი ცხოვრება კონცენტრირებული იესო ქრისტეზე. და სავალალო შედეგი ხედავთ. კარი დაიხშა, დაიკეტა კარები. ეს ქალწულები, სულელი ქალწულები, სულელი ხო როგორი, ნახეთ რა საინტერესო სიტყვაა, ხო? აი ნაკლებ მოღვაწენი ყოფილიყო, ან ზარმაცი ყოფილი, სულელი. ანუ შეურაცხყოფელი, ანუ ფაქტობრივად უფალი შეურაცხყოფელი სიტყვით ესე იგი ახასიათებს იმ ადამიანს, რომელსაც თვითონ რელიგიურობა აქვს, თვითონ სიწმინდი აქვს, თვითონ რაღაცა რწმენა აქვს, მაგრამ ღვაწლი არ აქვს, ნაყოფი არ გამოაქვს. და ნახეთ, შეხედეთ ახლა საკუთარ თავს. მრავალი წელი ეკლესიაში გაგვიტარებია და კიდე იმედი გვაქვს ღმერთი თუ გვაცოცხლებს კიდე გავატარებ. და თუ ნაყოფი არ გამოვიღებ, თუ ტალანტი ჩვენში არ გამრავლდა, არა ვართ სულელები. რისთვის ვდგავართ აქ, ხო? თუ ნაყოფს არ ვიღებთ. ანუ ადამიანი აკეთებს რაღაცას, რომელსაც ნაყოფი არ აქვს, ხო არის სულელი. აი ესე გვახასიათებს უფალი, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ღირსებისათვის დამამცირებელი, მაგრამ უფალი ამას აკეთებს, იმიტომ კი არა რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოს, იმიტომ რომ გამოგვაფხიზლოს. და აი სავალალო შედეგი, კარები დაიკეტა. დაიკეტა და ბუნებრივია რომ განვიღე კარები, ეუნებიან და არ აღებს. და ლოცულობენ უფალო განგვიღე ჩვენ და ვისეუბნებიან ამას. ვისეუბნებიან ამას უფალო განგვიღე ჩვენ. ღმერთს, რომელიც იწოდება სიყვარულად. ანუ ცოცხალ სიყვარულს, რომელიც განხორციელდა და ადამიანად მოვიდა და ჩემთვის მოკვდა, ყველაფერი გააკეთა ჩემთვის, აი მე რომ მასთან ყოფილიყავი, ამისთვის მოკვდა. ეხლა მე უკაკუნებ. არ მიღებს კარებს. არ მიღებს. გესმით? და აი აქ არის მიზეზი ამ გარეგანი სისასტიკისა თითქოს, მაგრამ ეს სინამდვილეში არის არა სისასტიკი, არამედ არ მოხდა, არ რეალიზდა დიდი საიდუმლოება ორი პიროვნების, ღმერთისა და ადამიანის შეხვედრისა. არ მოხდა, გესმით? და ამიტომ მეუბნება, ხოლო მიუგო და რქვამად ამინ გეტყვით თქვენ, არ გიცნით, თქვენ არ გიცნობთ. უცხოები ხართ ჩემთვის. ჩვენ შორის პიროვნული ერთობა არ დამყარდა. არ მოინდომე, ყველაფერი გავაკეთებ, მთელი შენი ცხოვრება გულზე გიკაკუნებდი, მაგრამ არ მოინდომე და ამას რა მოყვა იცით? არ მოხდა რა საიდუმლოება ჩვენი პიროვნებების შეხვედრისა, შენ დაკარგე უნარი ჩემთან მარადიული მყოფობისა, მადლის ღმერთობის სტატუსით, როგორც ჩემმა შვილმა. ანუ ამის უნარი არ აქვს. აი, ღორს ხო არა აქვს უნარი იცხოვროს ადამიანების საცხოვრებელში. ცხოველს არ შეუძლია იყოს ადამიანთა საზოგადოებაში ადამიანის სტატუსით, როგორც ცხოველის სტატუსით შეუძლია იყოს. გესმით? როცა შენ ხარ ღმერთთან არა ქმნილების, უბრალო ქმნილების ბიოლოგიური არსების სტატუსით, არამედ სასუფეველში მყოფობა ცხონება ნიშნავს, როცა შენ ხარ სასუფეველში, ანუ ღმერთთან მადლით ღმერთობის სტატუსით ხარ, გესმის? და თუ ეს არ მოხდა, თუ ეს არ რეალიზდა, ჩვენი ცხონება არ შედგება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე აგზელებს უფალი გვაფრთხილებს, ეს უკვე ქრისტეს სიტყვებია, გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არიცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსაც შინა ძეკაცისა მოვიდეს პიროვნულად, ინდივიდუალურად შენთან, გარდაცვალების სახით და უფლის დიდებით დაბრუნების თვალსაზრისით. ანუ ეს ამ სამიდან ჩვენთვის სამივე მოულოდნელია. პიროვნული შეხვედრა ქრისტესთან მოულოდნელია, გარდაცვალება მოულოდნელია, უფლის დიდებით დაბრუნება მოულოდნელია, ამიტომ მოგვიწოდებს უფალი სულ ვიყოთ ფხიზლად, ღვიძარეთ, კონდეს გამოღებული ნაყოფი, იმიტომ რომ როდის მოხდება ეს შეხვედრა, როდის გარდავიცვლები და უფალი როდის დაბრუნდება, ეს ჩემთვის უცნობია და ის არ უნდა იყოს ჩემთვის მოულოდნელი. მოუმზადებელი კაცისათვის ის იქნება მოულოდნელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ ამ დროს ადამიანი გაიზიარებს ამ სულელი ქალწულების ხვედრს, როცა გვეტყვიან არ გიცნობთ თქვენ, ვინახავთ. და აი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში
ეს პირველი ეპისტოლეა კორინთელთა მიმართ. პავლე მოციქული საუბრობს მოციქულებრივ ღვაწლზე. ეს ამ შემთხვევაში წმინდა ნინოსთან კავშირშია, იმიტომ რომ წმინდა ნინო შემოდის საქართველოში მოციქულებრივ ღვაწლს ეწევა და არ ჩერდება წმინდა ნინოზე, იმიტომ რომ წმინდა ნინოს შემდგომ მოციქულებრივ ღვაწლს საქართველოში ეწევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდელ დღემდე. და ჩვენი დამოკიდებულება, როგორიც არის ეკლესიისადმი, იგივე დამოკიდებულება გვაქვს წმინდა ნინოსადმი იქ მრავალი საუკუნის იქით და ყველა იმ მოღვაწისადმი, რომელთა ღვაწლმაც, შრომამაც, თავგანწირვამ დღემდე ქრისტიანობა მოიტანა. პავლე მოციქული ესე ამბობს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ მოციქულნი ღმერთმა გამოგვიყვანა როგორც სიკვდილ მისჯილნი ქვეყნიერების ანგელოსთა და კაცთა სასეიროდ. აი ლიბერალური თვალი როგორ უყურებს ეკლესიას, ეს აცოდავები. დღეს თუ ხარ ესე ჩაბარდება წარსულს, ეს არის წარსულის გადმონაშთი, არაფერს არ წარმოადგენს. ნუ კარგი ხო ისტორია რაღაცა, უკეთეს შემთხვევაში არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული რაღაცა ინვენტარი ვითავართ, ხო გესმით ეთნოგრაფიული მუზეუმი მაგალითად. რაღაც ესე აგვიქვამენ, ზემოდან გვიყურებენ, დამცინავად ხო ბიბლიის გჯერათ თქვენ და რაღა დროს ეგარ, ნუ კარგი ხო ცოტა ხანი კიდე იყავით, მაგრამ თქვენი დრო დამთავრდება. აი ებ განწყობით სიკვდილ მისჯილნი, ანუ მალე უნდა მოკვდე. და სასეიროდ, ყველა სასეიროდ, გასართობი საგანი ხარ. ანუ ისე როგორც უყურებდნენ მოციქულებს, რა, ღმერთი ადამიანად მოვიდაო, იესო ქრისტე ღმერთიაო, რას ლაპარაკობთ? ხო არ გადაირიეთ თქვენ და დაგწინოდეთ. იგივე ხდება ზუსტად. ამიტომ პავლე მოციქულის ეს სიტყვები, როგორ უყურებდა კაცობრიობა მოციქულებს მაშინ, დღეს ზუსტად ისე უყურებს კაცობრიობა, მათ შორის საქართველოში ამასოფლის სული ლიბერალიზმის სახით ასე უყურებს ეკლესიას. რა განწყობა გვაქვს? დღემდე ვითმენთ, გვაგინებენ, ახლა ჩვენი დამოკიდებულება არა შურისმაძიებლური, არა აგრესიული, არამედ ვითმენთ პირველი. მერე გვაგინებენ და ვლოცავთ, გვდევნიან და კვლავ ვითმენთ, გმობართა, ვანუგეშებთ. ჩვენ თითქოს ნაგავი ვართ, ქვეყნისა ყოველას მიერ ნაქელი მტვერი ვართ. ანუ ჩვენ ამ თავდაბლობით ვიღებთ აი ამ შეურაცხყოფებს და ჩვენ შეურაცხყოფელებს ვლოცავთ. შურს არ ვიძიებთ, აქეთ ვანუგეშებთ და რასთავარია ყველაფერს ამას ვითმენ. ამას რო წერს პავლე მოციქული, მე ხედავს თავის სულიერი შვილების მდგომარეობას და ანუ ჩვენ მდგომარეობასაც ხედავს და შეიძლება გვეუბნება და მე გვეუბნება, რომ არ ვიქცევით შესაბამისად. არ ვიქცევით ისე, არც დაყოფ გამოგვაქვს, არც ის მოთმინება გვაქვს მოციქულებრივი, რაც ეკლესიას უნდა გქონდეს და ეკლესიის წევრს უნდა გქონდეს, როგორც მოციქულთა მემკვიდრე, ჩვენ ხო მოციქულთა მემკვიდრეები ვართ და გვეუბნებათ, რომ შეგაგონებთ ამას. იმიტომ კი არ შეგაგონებთ, რომ შეგარცხვინოთ, არამედ როგორც ჩემს საყვარელ შვილებს შეგაგონებთ. ანუ პავლე მოციქულს შვილებრივი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ და გვახსენებს, რომ ამ გახსენებით კიდევ ერთხელ მოხდეს დამარცხება ჩვენი დაცემული ბუნების ამ საშინელი გამოვლენების, რომელსაც დავიწყება ქვია, რომ კვლავ და კვლავ მოხდეს განახლება და დღეს კიდევ მოხდეს განახლება ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, რომ აღვიჭუროთ აი ამ დიდი მოთმინებით, ქრისტეს დარის სიყვარულით, სიფხიზლით, ღვიძარებით, რომ ვიღვაწოთ და რომ ნაყოფი გამოვიღოთ, რომ წმინდა ნინოს მიერ გაწეული და შემდეგ მრავალი წინაპრის მიერ გაწეული ღვაწლი, რომელიც დღემდე მოვიდა, არ ჩავაქროთ, არ მოვსპოთ, არ გავანადგუროთ და ჩვენ თაობაში არ დავამთავროთ. შეიძლება მრავალი მზდელი ყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა, რადგან ქრისტე იესოში სახარებით მეგშობეთ თქვენ. ამას ამბობს პავლე, მაგრამ პავლესთან ერთად ამას ამბობს წმინდა ნინო, ამას ამბობს უამრავი ჩვენი დიდი წინაპარი. ეს ეხება ეკლესიას სრული სისავსით, ანუ ჩვენ უნდა გავიაზროთ, თუ ჩვენ ვართ ქართველი ერი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვშობა ეკლესიამ. და თუ ჩვენ დედას მოვიგზულებთ და განვაგდებთ, მაშინ ჩვენ კარგავთ ჩვენ ყველა ღირსებას. ქრისტიანობა იქნება, ეს ქართველობა იქნება, ადამიანობასაც კარგავ. საკუთარი დედის შეურაცხყოფელი თავის ადამიანობაზე უარს ამბობს. და მაგალითები უამრავია. პავლე მოციქული გვეუბნება, შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ, პავლე მოციქულთან ერთად ჩვენ ბაძავთ კიდევ წმინდა ნინოს და ყველა იმ წმინდას, რომლებმაც კიდევ მეორე ღვაწლით, შრომით, სისხლით, მოწამეობრივი ცხოვრებით დღევანდელ დღემდე მოიტანეს ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, თავის თავში ატარებდნენ რა ქრისტეს გულში და კიდევ ერთხელ ეს არის
ჩვენთვის სამაგალითო, ეს არის ჩვენთვის მისაბაძი, ამით უნდა ვცხოვრობდეთ, ამგვარი ცხოვრების წესით მაგალითს ვაძლევდეთ ჩვენ შვილებს და რომ ჩვენი თაობის მერეც გაგრძელდეს ქრისტეს წმინდა ეკლესიის ყოფიერება საქართველოში, ეს არის ჩვენი დანიშნულება, თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ღირსეული შვილები ვიყოთ და ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დღესასწაულობთ დღევანდელ დღეს და ამ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ცხოვრების შემთხვევაში იქნება აზრი ჩვენ სიტყვებს, როცა ჩვენ ულოცავთ ერთმანეთს ამ დიდებული მოციქულთა სწორის დღის აღნიშვნას. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.